ძალიან ხშირია კითხვა, რა თქმა უნდა, ლოგიკურიც არის, რა ღირს საიტი. ამასთან დაკავშირებით მე წინა რილზებშიც მისაუბრია, საიტის ფასის დათვლა ხდება ინდივიდუალურად, ანუ ვადარებ ხოლმე რა ღირს საიტი, რა ღირს მანქანა. კი ბატონო, ეს გავიარეთ, მაგრამ არის მეორე მომენტი, არის ხოლმე ესეთი კითხვა. აი მეც ტურისტული კომპანია ვარ და ჩემი საიტის ბიუჯეტი არის პირობითად X ლარი და ასევე ვიღაცა სხვაც არის ტურისტული კომპანია და იმას გაუკეთეს Y ლარად. აქ ორი დეტალია, ერთი უშუალოდ შემსრულებლის მიერ ინდივიდუალური მიდგომა, რომ ის რაც თქვა მე მიღირს X ლარად, გიორგის არ უღირს X ლარად და ეუბნება Y-ს. გარდა ამისა, შეიძლება მეც ვუთხრა ერთსა და იმავე სფეროში მოღვაწე კომპანიებს, ერთს X-ი, მეორეს Y-ი და რატომ? X უნდა ორენოვანი, Y-ს უნდა სამენოვანი. X უნდა გადახდის სისტემით, Y-ს უნდა მხოლოდ ჯავშნის მიღება. აი ზუსტად ეს არის დეტალები, რაც განაპირობებს საიტის ფასს, რის მიხედვითაც ვიცვით ფასს და შემდგომ უკვე ვადგენთ ინდივიდუალურ ინვოისს. ამიტომ თუ ვინმეს გაუჩნდება პრეტენზია, რომ რატომ ღირდა მისი საიტი ამდენი და რატომ ღირს ჩემი ამდენი, შეგვიძლია ესეთი დეტალებით უფრო კარგად და ხარისხიანად ავუხსნათ. თუ გაინტერესებთ უფრო მეტი ამ თემების შესახებ, როგორ წარმოიშვება ფასი, რას ვითვალისწინებთ ბიუჯეტის შედგენის დროს დროის განსაზღვრისთვის, გადმოდით ჩვენს ვებსაიტზე solostudio.g ან დაგვაფოლოვეთ Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე და გაიგეთ მეტი ჩვენი სერვისების შესახებ.